ამ ვიდეოში ვისაუბრებ, რატომ უნდა გიყვარდეს შენი დაბადების დღე და რატომ არ შეიძლება რომ შენი დაბადების დღე შეხვდე უჟმურად, ცუდად და ცუდი განწყობით. როგორც მთელი მსოფლიო მასშტაბით აღნიშნავთ ხოლმე ახალ წელს, რეალურად ჩვენი ახალი წელი იწყება ჩვენი დაბადების დღიდან. შესაბამისად, ახალი სურვილების რეალიზაცია და გეგმა და დაგეგმარების პროცესების განხილვა უნდა მოხდეს შენი დაბადების დღიდან. როდესაც სამყარო ხედავს, რომ შენი დაბადების დღეს ხდები საწოლში უჟმურად, არ გინდა წამოდგომა, არ გაინტერესებს, გეშინია და ასე შემდეგ, უფრო მეტად გიგზავნის განსაცდელს მაგ დროს და რაღაცნაირად ძალიან ავთენტურად გექცევა. და ამ დროს შენ გჭირდება უბრალოდ დაფიქრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქცევა ამ დროს სამყარო შენ მიმართ ასე. იმიტომ რომ შენ არ გიყვარს შენი დაბადება. დღე რომელსაც შენ მოევლინე, დღე რომელსაც შენ დაიბადე, როდესაც შენ სამყაროს აი ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი დაიბადე და აქ უბრალოდ აქცენტი იმაზე კი არ არის, რომ მხოლოდ შენი დაბადების დღე რამდენი დაფასებ შენ თავს, რომ აი შენი დღესასწაული, შენი ახალი წელი ნამდვილი სწორად მიიღო და აღიქვა და განიხილო. ამიტომაც გიყვარდეთ თქვენი ახალი წელი, თქვენი დაბადების დღე, თუ ის გეყვარებათ, თქვენ აუცილებლად ზამბედნიერები იქნებით, თუნდაც იმიტომ რომ სამყარო დაინახავს, რომ თქვენ ძალიან გიყვართ თქვენი თავი, იმიტომ რომ თქვენი დაბადების თარიღი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღად აგიქვამთ და ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს განიხილავთ ამის გამო დღესასწაულობთ, ზეიმობთ, გაქვთ ტორტი, გაქვთ ბევრი სასიამოვნო შეგრძნება, გაქვთ მილოცვები და სასიამოვნო შექმნებებს გშუქნით. და ამ შემთხვევაში თუ ასე აღნიშნავს თქვენს დაბადების დღეს, უფრო მეტად არის იმის შესაძლებლობა, რომ თქვენი სურვილები და მოკლედ გიყვარდეთ თქვენი დაბადების დღე, ხომდე? ხომდე? რა პასუხს გაგვცემდი ამასთან და ეს არ იჭმება. ეს არ იჭმება დე. მოკლედ, გიყვარდა შენი დაბადების დღე. იმიტომ რომ ამ დროს სამყარო გაცილებით უფრო მეტ შანსს გაძლევს, რომ თუ გიყვარს შენი დაბადების დღე, თუ წარმართავ კარგად შენი დაბადების დღე, ძალიან მაგარი წელი გექნება.